ხერხი არის რუჟბა საკერა ციკლება უკვე გამოცვლილი გვაქვს ეხლა ბაქმომიტივია, მაგრამ აი ეს ტექნიკა ვერ დავა. ეს არის ამის რეპორტაჟი. აი ხა. ეს სიძეშია და ხილი ხო? ჩასკე ბენზინი. ეს კარგია, მაგრამ ახლა გძევი. გადაისვა, მაგრამ 32-იანი იყო. თქვენი ეს იქნება. ისე ხულოში ამოსულხართ მეორე მხრიდან მოვა. არასამთავრობოებიც უნდა როგორც ეს უკვე 9 წელია. ეს 9 წელია. ეს ხნავს რაღაც გამოგული ქონდა ერთი ხუთი კაცი იდა და მიდიოდნენ რასაც. იქნე რაღაც იმიტომ არ გავატარე, იმიტომ ისეს ველიყო და თან აქ მიგროლით აღიყო ჩასმული. მაშინ დაგიკოქიება მაინც. სამასამდე ეკომიგრანტს უყიდეთ სახლი ამ 3 წლის განმავლობაში და აქედან 53 სახლი იყო ნაყიდი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მაგრამ ამ 53 სახლს ახლავს ძალიან საინტერესო კომპონენტი, რომელიც ცენტრი აფხაზეთის დახმარებით ხორციელდება. ეს არის საარსებო წყაროებში დახმარება, რომ შემოსავალი ჰქონდეთ ადამიანებს სახლთან და მიწასთან ერთად მიიღონ გარკვეული შემოსავალიც. თვითონ ირჩევდნენ ეს ადამიანები, ზოგმა საქონელი აირჩია, ზოგმა გარკვეული ტექნიკა, მინი ტრაქტორი, სათიბელა, თქვათ ელექტროხერხი, ვინც რას ირჩევდა იმის მიხედვით და ეს ეხმარებათ ამ ადამიანებს, რომ ადგილზე ინტეგრაცია მოახდინონ, ჰქონდეთ შემოსავალი და რომ უფრო კარგად მოიკიდონ ფეხი იმ ახალ საცხოვრებელ ადგილებში, სადაც ისინი დასახლდნენ. ეს რაც ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს პროექტი ჯერ ბოლომდე ამოწურული არ არის და ჯერ კიდევ გრძელდება. ცხოვრობდი ქედის რაიონის სოფელ ბალაძეებში. მეწყერთან დაკავშირებით სახლი იყო ძალიან სავალალო მდგომარეობაში. მიუმართელ ტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომლებმაც შემიძინეს სახლი. შემდეგ გამოჩნდა ფონდი აფხაზეთის დახმარებით და შემიძინეს ტექნიკა, სახნავი, სათიბი, რა ვიცი, რაც სოფლის მეურნეობას ესაჭიროებოდა. დიდი მადლობა ყველას, ბატონ მინისტრს და ყველას, ვინც შეიტანა წვლილი ჩვენი დახმარებისთვის.